ერთ აუბედით დღეს ტროტუარზე მიმავალ ახალგაზრდა მირიანს მანქანა დაეჯახა. ძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მას შემდეგ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს ელიკაშვილების ოჯახში. ტრაუმის შედეგად მირიანს თავის ტვინი დაუზიანდა, სახის და თავის ქალის სულები ჩაემტვრა. 3 თვის განმავლობაში საბრალო ბიჭი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი გადარჩენის არანაირი იმედი ჰქონდათ ექიმებს, თუმცა ბიჭი კომიდან გამოვიდა. ბევრი გეგმები ჰქონდა, სახლიც უნდა გვეყიდნა, და მეოჯახებინა, ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, მაშინ მოუვიდა ეს ავარია და გაგვაუბედურა იმ პიროვნება. ყველა დედას უსურვებ, რომ შვილები ყავდეს ჯანმრთელები და შვილის სიმწარე არც ერთმა დედამ არ გამოიაროს. მირიანს თავის ტვინზე 4 ოპერაცია ჩაუტარდა. ყველაზე მთავარი კი წინაა. მას ისევ ესაჭიროება ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც ბიჭი სამუდამოდ დააღწევს თავს ამ ჯოჯოხეთს. ამისთვის კი 15,000 ლარია საჭირო. რაქნა საბრალო დედამ, მან უკვე ყველაფერი გაყიდა შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. აი ასე გამოიყურებოდა მირიანი, სანამ ის ტრაგიკული დღე დადგებოდა მის ცხოვრებაში. კეთილო ადამიანებო, ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რომ საბრალო დედაშვილის ჯოჯოხეთური ცხოვრება დასრულდეს და მირიანმა ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს. თუ კი ვინმეს რამე შეიძლება გაქვთ, ლარი იქნება, 50 თეთრი იქნება, თუ რა იქნება, იქ გთხოვთ, უღრმესად გთხოვთ, რომ ჩემ შვილს ოპერაცია გაუკეთდეს და ფეხზე მაინც დავაყენოთ. უფალი გადმოგხედავთ 100 მაგად და 1000 მაგად. აი ესეთ გაჭირვებულებს და აი ესეთ ინვალიდებს რომ დაეხმაროთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.